მატერია და ენერგია. ისინი ერთმანეთისგან განცალკევებული არ არიან. ისინი ერთი მონეტის ორი მხარეა. ეს არის კონცეფცია, რომელიც თავიდან შეიძლება უცხოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ის უფრო რეალურია, ვიდრე გჯერათ. რა მოხდება, თუ გეტყვით, რომ რეალობა ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ? რომ თქვენს გონებას აქვს ისეთი ძლიერი ძალა, რომელსაც შეუძლია ენერგიის ფორმირება, თქვენი ბედისწერის გადაწერა და თქვენი შეუჩერებელი ვერსიის გახსნა, მაგრამ თქვენ განზრახ გიშლით ხელს ამ ჭეშმარიტებისგან. წარმოუდგენლად ჟღერს? ეს ასე არ არის. უახლესი მეცნიერება, კვანტური ფიზიკა და დიდი ხნის განმავლობაში დამარხული უძველესი სიბრძნე. ყველაფერი ერთ შოკისმომგვრელ ფაქტზე მიუთითებს. თქვენი აზრები არ არის მხოლოდ იდეები, ისინი ენერგიაა და ისინი ყოველწამს გავლენას ახდენენ თქვენს სამყაროზე. აი, სიმართლე, რომლის მოსმენაც უმეტესობას არ სურს. ადამიანების 99% ფსიქიკურად განწყობილია საკუთარი თავის დასუსტებისთვის. ისინი არაცნობიერად ზღუდავენ საკუთარ ძალას, აფერხებენ ზრდას და ცხოვრობენ თავიანთი რეალური პოტენციალის მიღმა. მაგრამ ეს ახლა იცვლება. მომდევნო რამდენიმე წუთში თქვენ აღმოაჩენთ ზუსტ მეთოდს, რომელსაც ისტორიაში ყველაზე გავლენიანი პიროვნებები იყენებდნენ ამ ფარული ძალის გამოსაყენებლად და რეალობის სურვილისამებრ შესაცვლელად. საქმე პოზიტიურ აზროვნებას ან თვითდახმარების ბანალურ სიტყვებს არ ეხება. ეს რეალური, დამოწმებადი და კვანტურ მეცნიერებაზე დაფუძნებულია. ამ ვიდეოს ბოლოს თქვენ გეცოდინებათ, თუ როგორ გადალახოთ შემზღუდავი გონებრივი კოდი, რომელიც პატარა გხდით. გააღოთ თქვენი გონების მიძინებული ნაწილი, რომელსაც იმედოვნებდნენ, რომ ვერასდროს იპოვიდით და გამოიყენოთ ძალაუფლების დონე, რომელსაც ადამიანების უმეტესობა ვერასდროს მიაღწევს. ეს არ არის თეორია, ეს დადასტურებული სისტემაა და როგორც კი მას დაინახავთ, უკან დასახევი გზა აღარ იქნება. თუ ოდესმე გიგრძვნიათ, რომ მეტისთვის ხართ განწირული, თითქოს თქვენში რაღაც ელოდება განთავისუფლებას, ეს თქვენი მომენტია. მაგრამ გაფრთხილდით, როგორც კი ამ კარს გააღებთ, რეალობას ისე ვეღარასდროს დაინახავთ. მზად ხართ? მაშინ დავიწყოთ. ადამიანების უმეტესობა თვლის, რომ რეალობა ფიქსირებულია, რომ ცხოვრება არის ის, რაც მათ ემართებათ და რომ მათი გარემოებები მათ კონტროლს სცილდება. მაგრამ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტყუილია, რაც კი ოდესმე უთქვამთ. კვანტურმა ფიზიკამ უკვე დაამტკიცა, რომ თქვენი გონება არა მხოლოდ რეაგირებს რეალობაზე, არამედ ქმნის მას. ორმაგი ჯრილის ექსპერიმენტში მეცნიერებმა აღმოაჩინეს რაღაც საშინლად ძლიერი. ნაწილაკები ცვლიან თავიანთ ქცევას იმის და მიხედვით, აკვირდებიან თუ არა მათ. დაფიქრდით ამაზე ერთი წამით. ეს ნიშნავს, რომ რაღაცის დაკვირვების აქტი რეალურად ცვლის იმას, თუ რა არის ის. თუ ნაწილაკი, რეალობის ფუნდამენტური საშენი ბლოკი, შეიძლება გავლენა იქონიოს ცნობიერებამ. რას ნიშნავს ეს თქვენი აზრებისთვის, ემოციებისთვის და ყოველდღიურად გამოყოფილი ენერგიისთვის? ეს ნიშნავს, რომ თქვენი ფოკუსი სიტყვასიტყვით აყალიბებს თქვენს გარშემო არსებულ სამყაროს. აი, სად ხდება ყველაფერი კიდევ უფრო გიჟური. ალბათ გსმენიათ შროდინგერის კატის შესახებ, მაგრამ ადამიანების უმეტესობამ არ იცის, რამდენად ღრმად ეხება ეს მათ ცხოვრებას. ამ აზროვნების ექსპერიმენტში კატა მოთავსებულია ყუთში, რომელშიც რადიოაქტიური ატომია. ატომს შეუძლია დაშლა და კატის მოკვლა, ან შეიძლება არა. კატა ტექნიკურად ერთდროულად ცოცხალიცაა და მკვდარიც, სანამ ვინმე არ გახსნის ყუთს და შიგ არ ჩაიხედავს. ეს ამტკიცებს რაღაც გასაოცარს. სანამ გადაწყვეტილებას არ მიიღებთ, სანამ რეალობას არ დააკვირდებით, ყველაფერი უსასრულო შესაძლებლობების ტალღის სახით არსებობს. რას ნიშნავს ეს თქვენთვის? ეს ნიშნავს, რომ ახლა თქვენი ცხოვრების ყველა შესაძლო ვერსია უკვე არსებობს. მდიდარი თქვენ, შეუჩერებელი თქვენ, უაღრესად წარმატებული. თქვენი ვერსია, რომელმაც უკვე დახვეწა ენერგიის კონტროლი. ყველა ეს რეალობა გელოდებათ, როდის აირჩევთ მათ. მაგრამ ადამიანების უმეტესობა ამას არასდროს აკეთებს. რადგან ისინი რეალობის ერთი და იგივე ვერსიის ისევ და ისევ დაკვირვებაში არიან ჩარჩენილები. მაგრამ არა დღევანდელი დღის შემდეგ. ახლავე მოდით დავუმტკიცოთ საკუთარ თავს, რომ თქვენ უკვე გაქვთ კონტროლი თქვენს რეალობაზე. მიჰყევით ამ ნაბიჯებს ახლავე. ნაბიჯი პირველი. აირჩიეთ თქვენი ცხოვრების ერთი სფერო, სადაც თავს ჩარჩენილად გრძნობთ, იქნება ეს ფული, სიყვარული, ჯანმრთელობა, წარმატება თუ თავდაჯერებულობა. ნაბიჯი მეორე. ჩაწერეთ, როგორ ხედავთ ამჟამად ამ სიტუაციას. მაგალითად, მე მიჭირს ფული. ნაბიჯი მესამე. ახლა დაწერეთ ამ რწმენის სრულიად საპირისპირო. მაგალითად, ფული ჩემკენ მოედინება ძალისხმევის გარეშე. ნაბიჯი მეოთხე.
გაატარეთ შემდეგი 60 წამი საკუთარი თავის ვიზუალიზაციაში, რომელიც ცხოვრობს ამ ახალ რეალობაში. იგრძენით ემოციები ისე, თითქოს ეს უკვე ხდება. და ეს გრძნობა თქვენს ქვეცნობიერში დამკვიდრდეს. დაუთმეთ 1 წუთით ფიქრს. სულ რაღაც 1 წუთით, თქვენ შეცვალეთ თქვენი გონებრივი ფოკუსი და ფოკუსის ეს ცვლილება ნიშნავს, რომ თქვენ უკვე დაიწყეთ თქვენს გარშემო ენერგიის შეცვლა. გაიმეორეთ ეს პრაქტიკა ყოველდღიურად და დროთა განმავლობაში. თქვენი გარე რეალობა დაიწყებს თქვენს შინაგან ხედვასთან შესაბამისობაში მოყვანას. ასე იწყება ენერგიის კონტროლი. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. შემდეგ ნაწილში კიდევ უფრო ღრმად ჩავუღრმავდებით. თქვენ შეითხოვთ თუ როგორ მუშაობს თქვენი ტვინი კვანტური კომპიუტერის მსგავსად, რომელიც თქვენი გარე სამყაროს ფორმირებისთვისაა შექმნილი. ჩვენს უმეტესობას გვასწავლეს, რომ აზრები მხოლოდ პირადი იდეებია, რომლებიც ჩვენი გონებით არის შემოფარგლული. მაგრამ ეს მცდარი წარმოდგენაა. აზრები არ არის პასიური. ესენი არიან დინამიური ენერგიები, რომლებიც ურთიერთქმედებენ თქვენს გარშემო არსებულ სამყაროსთან. თქვენი გონება არა მხოლოდ ამუშავებს შინაგან გამოცდილებას, არამედ ის ენერგეტიკულ სიგნალებს გადასცემს კვანტურ ველში. აქტიურად მოქმედებს რეალობაზე ისეთი გზებით, რომელთა გაგებასაც მეცნიერება ახლა იწყებს. ბოლოდროინდელმა აღმოჩენებმა აჩვენა, რომ თქვენი ტვინი ფუნქციონირებს კვანტური კომპიუტერის მსგავსად, რომელსაც შეუძლია ყოველ წამს დაამუშავოს უზარმაზარი რაოდენობის ენერგეტიკული ინფორმაცია და სწორედ აქ ხდება ეს კიდევ უფრო მომხიბვლელი. თქვენი აზრები არ რჩება მხოლოდ თქვენს ტვინში. ისინი ვრცელდება თქვენი სხეულის მიღმა და უკავშირდება რეალობის ქსოვილს. სინამდვილეში მეცნიერებმა აღმოაჩინეს თქვენს ნეირონებში მიკროსკოპული სტრუქტურები, რომლებსაც მიკრომილაკებს უწოდებენ, რომლებიც, როგორც ჩანს, კვანტური პროცესორების ფუნქციას ასრულებენ. გაცნობიერებული გაქვთ თუ არა ეს, თქვენ უკვე ახდენთ გავლენას თქვენს გარშემო არსებულ კვანტურ სამყაროზე. ფიზიკოს სერ როჯერ პენროუზის და ანესთეზიოლოგ დოქტორ სტიუარტ ჰამეროფის თქმით, ეს მიკრომილაკები საშუალებას აძლევს თქვენს ტვინს იფუნქციონიროს როგორც ბიოლოგიური კვანტური კომპიუტერი, რაც ნიშნავს, რომ თქვენი ქვეცნობიერი გონება პირდაპირ ცვლის სამყაროში კვანტურ ტალღებს. თქვენი აზრები აგზავნის გაზომვად ელექტრომაგნიტურ სიხშირეებს, რომლებიც გარეთ ირხევა. თქვენ უკვე დაკავშირებული ხართ რეალობის მთელ ველთან. თქვენ უბრალოდ არ ხართ გაწვრთნილი მისი განზრახ გამოყენებაში. სწორედ ამიტომ იწყებენ ადამიანები, რომლებიც შეგნებულად ახდენენ გონების რეპროგრამირებას, რომლებიც ფოკუსირებულნი არიან წარმატებაზე, სიუხვესა და თავდაჯერებულობაზე, საკუთარი ცხოვრების ტრანსფორმაციას. საქმე იღბალში კი არა, კვანტურ მექანიკაშია მოქმედებაში. როგორც კი შეცვლით თქვენს დომინანტურ აზრებსა და ემოციებს, თქვენი ენერგეტიკული ველი იცვლება და რეალობა სხვა გზა არ რჩება, გარდა იმისა, რომ თქვენს გარშემო რეორგანიზაცია მოახდინოს. მაგრამ აი ის ნაწილი, რომელსაც არავინ გეუბნებათ. მანიფესტაცია მხოლოდ აზროვნებაში არ არის, ეს გრძნობაშია. ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც ადამიანები უშვებენ, არის ფოკუსირება იმაზე, რაც სურთ, მაშინ როცა ემოციურად კვლავ მიჯაჯულები არიან თავიანთ ამჟამინდელ შეზღუდვებზე. თუ გსურთ სიმდიდრე, მაგრამ გრძნობთ სიმცირეს, თქვენ მაინც ვიბრირებთ ნაკლებობის სიხშირეზე. თუ ოცნებობთ თავდაჯერებულობაზე, მაგრამ მაინც გრძნობთ საკუთარ თავში ეჭვს. თქვენ ავრცელებთ გაურკვევლობას, საიდუმლოს. თქვენ უნდა იგრძნოთ სასურველი რეალობა, სანამ ის არსებობს. თუ შეგიძლიათ გაწვრთნათ საკუთარი თავი, ემოციურად განასახიეროთ სასურველი შედეგი. იქნება ეს სიმდიდრის ძალა, წარმატება თუ ღრმა გავლენა. მაშინ თქვენი ენერგეტიკული ველი მყისიერად გადაინაცვლებს და იზიდავს ამ რეალობას თქვენსკენ, როგორც მაგნიტი. შემდეგ ნაწილში მე გაჩვენებთ, თუ როგორ დატენოთ თქვენი ენერგეტიკული ველი თქვენს სხეულში ყველაზე ძლიერი ძალის, თქვენი გულის ელექტრომაგნიტური ველის გამოყენებით. რადგან როგორც კი ამ ძალას გაააქტიურებთ, თქვენი ენერგიის კონტროლის უნარი მკვეთრად გაიზრდება. ახლა, როდესაც ამას უსმენთ, თქვენ ქმნით რეალობას ისე, როგორც არასდროს გსმენიათ. ხოველი თქვენი აზრი, ხოველი გრძნობა, ხოველი რწმენა, რომელსაც აძლიერებთ, აქტიურად ცვლის თქვენს მომავალს. მაგრამ პრობლემა ის არის, რომ არავის არასდროს უსწავლია თქვენთვის მისი კონტროლი. ადამიანების უმეტესობა ცხოვრებაში გადის სრულიად გაუცნობიერებლად, რომ ისინი მუდმივად გადასცემენ ენერგიას კვანტურ ველში. ისინი ფიქრობენ, რომ მათი აზრები მათ თავშია ჩაკეტილი. ისინი ვარაუდობენ, რომ მათი ემოციები პირადია. მაგრამ მეცნიერებამ უკვე ყოველგვარი ეჭვის გარეშე დაამტკიცა, რომ თქვენი აზრები, ემოციები და გულისცემაც კი წარმოქმნის ელექტრომაგნიტურ ტალღებს, რომლებიც ვრცელდება თქვენი სხეულის მიღმა. გავლენას ახდენს ადამიანებზე, გარემოებებზე და თქვენს მომავალზეც კი, სანამ ეს მოხდება.
ეს მხოლოდ თეორია არ არის. მეცნიერების ზოგიერთმა ყველაზე რევოლუციურმა გონებამ დაადასტურა ის, რაც უძველესმა ცივილიზაციებმა საუკუნეების განმავლობაში იცოდნენ. თქვენ არ ხართ გამოყოფილი რეალობისგან. თქვენ ქმნით მას ფოკუსირების ხოველი წამით. დოქტორმა ჯო დისპენზამ აჩვენა, რომ თქვენი აზრები სიტყვასიტყვით ცვლის თქვენს ტვინს, ახდენს ნერვული გზების რესტრუქტურიზაციას და ცვლის თქვენს ფიზიკურ მდგომარეობას. დოქტორმა ბრიუს ლიპტონმა დაამტკიცა, რომ თქვენი აღქმა აკონტროლებს თქვენს დენს, რაც ნიშნავს, რომ თქვენი რწმენა არა მხოლოდ ცვლის თქვენს აზროვნებას, არამედ ცვლის თქვენს ბიოლოგიას. დოქტორ რუპერტ შელდრეიკის მორფული ველის თეორია აჩვენებს, რომ ადამიანის ცნობიერება ურთიერთდაკავშირებული ენერგეტიკული ქსელის მსგავსია, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავლენა მოვახდინოთ ერთმანეთზე ისე, რომ ადამიანების უმეტესობას წარმოდგენაც კი არ შეუძლია, ხოლო დოქტორმა ამით გოსვამი მაჩვენა, რომ თავად ცნობიერება არის სამყაროს ფორმირების ფუნდამენტური ძალა, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ თქვენი ცნობიერება განსაზღვრავს, თუ რას იზიდავთ თქვენს ცხოვრებაში. მაშ, რას ნიშნავს ეს სინამდვილეში თქვენთვის? ეს ნიშნავს, რომ ყოველ წამს ან პროგრამირებთ თქვენს ენერგიას, რათა მიიზიდოთ თქვენთვის სასურველი ცხოვრება, ან ქვეცნობიერად უბიძგებთ მას. ხოველი ნეგატიური აზრი, ხოველი ეჭვისწამი, ყოველ ჯერზე, როცა გონებაში შემზღუდველი რწმენა გეუფლებათ, უფრო ღრმად იკეტებით იმ რეალობაში, რომელიც არ გსურთ და მაინც ადამიანების 99% ვერასდროს გამოძვრება ამ მარყუჟიდან. არა იმიტომ, რომ მათ არ აქვთ ძალა, არამედ იმიტომ, რომ არასდროს უჩვენებიათ, როგორ გამოიყენონ იგი. მაგრამ ახლა თქვენ გამონაკლისი გახდებით. საიდუმლო, რომელიც განასხვავებს მათ, ვინც შეგნებულად ქმნის საკუთარ რეალობას მათგან, ვინც ჩარჩენილია, არის ენერგიის ოსტატობა. ეს არის თქვენი შინაგანი მდგომარეობის იმდენად ძლიერად კონტროლის უნარი, რომ თავად რეალობას არჩევანი არ აქვს გარდა იმისა, რომ თქვენს გარშემო შეიცვალოს და რა არის ამის ოსტატობის გასაღები. თქვენი გულის ელექტრომაგნიტური ველი. მთელი თქვენი ცხოვრების განმავლობაში გეუბნებოდნენ, რომ ტვინი თქვენი სხეულის ყველაზე ძლიერი ორგანოა. მაგრამ ეს სრულიად მცდარია. თქვენი გული, დიახ, ორგანო, რომელიც ახლა თქვენს მკერდში ცემს, მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ წარმოქმნის ელექტრომაგნიტურ ველს, რომელიც 5000 ჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე თქვენი ტვინი. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ემოციები უფრო მეტ ძალას შეიცავს, ვიდრე მხოლოდ თქვენი აზრები. სწორედ ამიტომ, როდესაც თავს თავდაჯერებულად, მადლიერად ან ძლიერად გრძნობთ, ყველაფერი იწყებს უპრობლემოდ დინებას და ასევე სწორედ ამიტომ, როდესაც თავს შიშად, ეჭქვეშ ან შფოთვად გრძნობთ, ყველაფერი ერთდროულად ცუდად მიდის. ქვეყნის ინსტიტუტმა აღმოაჩინა, რომ როდესაც შედიხართ გულისა და ტვინის თანმიმდევრულობის მდგომარეობაში, სადაც თქვენი ემოციები და აზრები იდეალურ თანმიმდევრულობაშია, თქვენი მთელი ელექტრომაგნიტური ველი ფართოვდება. ამ მდგომარეობაში თქვენი სხეული, გონება და გარე რეალობა იწყებს სინქრონიზაციას. თქვენი გამოვლინებები ექსპონენციალურად ძლიერდება. მაგრამ სწორედ აქ ხდება ყველაფერი ნამდვილად გასაოცარი. დოქტორ რუპერტ შელდრეიკის კვლევამ უკვე დაამტკიცა, რომ ადამიანის ტვინი შეიძლება კვანტურად გადახლართული გახდეს. რაც ნიშნავს, რომ ორი ადამიანის ენერგეტიკული ველები შეიძლება სიტყვასიტყვით სინქრონიზდეს, თუნდაც უზარმაზარ მანძილებზე. ეს ხსნის, თუ რატომ ფიქრობთ ვინმეზე და უცებ ის გირეკავთ ან გწერთ. შედიხართ ოთახში და მაშინვე გრძნობთ შიგნით მყოფი ადამიანების ენერგიას. გაქვთ ინტუიციური ინსტინქტი რაღაცის შესახებ და ეს სწორი აღმოჩნდება. ეს არ არის შემთხვევითი დამთხვევები. ეს არის რეალური, გაზომვადი ენერგიის გადაცემა, რომელიც ხდება თქვენსა და თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებს შორის. მაშ, რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ თქვენი ენერგია არა მხოლოდ თქვენს ცხოვრებაზე მოქმედებს. ის აქტიურად აყალიბებს თქვენს გარშემო არსებულ სამყაროს. ეს ნიშნავს, რომ თქვენს აზრებსა და ემოციებს სხვები ითვისებენ, სანამ თქვენ სიტყვასაც კი იტყვით. ეს ნიშნავს, რომ შესაძლებლობებზე, ურთიერთობებსა და თქვენს მიერ მოზიდულ ფულზეც კი პირდაპირ გავლენას ახდენს ის სიხშირე, რომელსაც დღის ყოველ წამს ავრცელებთ. თუ ეჭვებში, შიშსა და შეზღუდვაში ხართ ჩარჩენილი, თქვენი ენერგეტიკული ველი დაბალი სიხშირის მდგომარეობაშია და თქვენ გიბიძგებთ სწორედ იმ ნივთებისკენ, რაც გსურთ. მაგრამ როგორც კი ისწავლით თავდაჯერებულობის, დარწმუნებულობისა და მადლიერებისკენ გადასვლას, თქვენი ენერგია ფართოვდება, თქვენი რეალობა რეორგანიზდება და თქვენ იწყებთ ზუსტად იმის მიღებას, რაც გსურთ. სწორედ ამიტომ ადამიანები, რომლებიც ეუფლებიან ენერგიის კონტროლს, უმტკივნეულოდ აგრძელებენ ბრძოლას ცხოვრებაში, ელოდებიან გარეგანი ცვლილებების შეტანას, სანამ თავს კარგად გრძნობენ. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ თქვენ არაფრის ლოდინი არ გჭირდებათ.
თქვენ გაქვთ ძალა, რომ ახლავე შეცვალოთ თქვენი ენერგია და როგორც კი ამას გააკეთებთ, ყველაფერი შეიცვლება. სწორედ ამიტომ გულისა და ტვინის სინქრონიზაციის დაუფლება ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც კი ოდესმე ისწავლით. ეს არის ყველაზე სწრაფი გზა თქვენი ენერგიის კონტროლის აღებისთვის, თქვენი სრული პოტენციალის გასააქტიურებლად და რეალობის თქვენს სასარგებლოდ მოქცევის დასაწყებად. ახლავე თქვენ განიცდით, თუ როგორია თქვენი ენერგიის რეალურ დროში შეცვლა. ნუ მოусმენთ ამას უბრალოდ. გააკეთეთ ეს. რადგან როგორც კი თავად იგრძნობთ ამას, ვერასდროს შეძლებთ იმ ძალის იგნორირებას, რომელიც გაქვთ. დახუჯეთ თვალები, დაიდეთ ხელი გულზე, ღრმად ჩაისუნთქეთ 5 წამის განმავლობაში, შეიკავეთ სუნთქვა, ამოისუნთქეთ 5 წამის განმავლობაში, გაიმეორეთ 3-ჯერ. დაფიქრდით მომენტზე, როდესაც ღრმა მადლიერება ან სიყვარული იგრძენით. ეს შეიძლება იყოს ადამიანი, გამოცდილება ან თუნდაც თქვენი უდიდესი მიზნის მიღწევის განცდა. როდესაც ამ გრძნობაზე ფოკუსირდებით, წარმოიდგინეთ, რომ ის თქვენი გულიდან გარეთ ვრცელდება. იგრძენით, როგორ ასხივებს მთელ თქვენს სხეულს. შეინარჩუნეთ ეს მდგომარეობა 60 წამის განმავლობაში. მიეცით საშუალება, რომ შთანთქას. იგრძენით, რამდენად განსხვავებული ხდება თქვენი სხეული. თქვენ ახლახან გააქტიურეთ გულისა და ტვინის თანმიმდევრულობა. თუ ამას ყოველდღიურად ივარჯიშებთ, დაიწყებთ ყველაფრის შეცვლის შემჩნევას. თქვენი ემოციები, თქვენი ენერგია, ადამიანების თქვენზე რეაგირების წესი და შესაძლებლობების გაჩენის გზა არსაიდან. რადგან ეს არ არის მხოლოდ ვიზუალიზაცია, ეს არის გაზომვადი სამეცნიერო ცვლილება თქვენს ელექტრომაგნიტურ ველში და როგორც კი ისწავლით ამ მდგომარეობაში უფრო დიდი ხნის განმავლობაში დარჩენას. თქვენ დაიწყებთ კვანტური ცვლილებების განცდას თქვენს რეალობაში უფრო სწრაფად, ვიდრე ოდესმე წარმოგედგინათ. ასე იწყებთ თქვენი ენერგიის დაუფლებას. ასე იწყებთ რეალობის კონტროლს და შემდეგ ნაწილში ჩვენ ამას კიდევ უფრო შორს წავიყვანთ. რადგან როგორც კი გაიგებთ ფარულ კანონებს, რომლებიც რეალობის მანიპულირებას არეგულირებს, მიხვდებით, რომ საზღვრები არ არსებობს. გარდა იმათი, ვისი რწმენისთვისაც ხარ დაპროგრამებული. რადგან ყველაფერი, რაც გასწავლეს რეალობის მუშაობის შესახებ, არასწორია. თქვენ დაპროგრამებული ხართ იმის დასაჯერებლად, რომ ცხოვრება წრფივ გზას მიხვება, რომ ყველაფერი შემთხვევით ხდება და სამყარო გულგრილია თქვენი არსებობის მიმართ. ეს ტყუილია. რეალობა არ არის ფიქსირებული. ის არის ცვალებადი, მოქნილი და მუდმივად რეაგირებს თქვენს მიერ გამოსხივებულ ენერგიაზე. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანების უმეტესობა ამას ვერ ხედავს, არის ის, რომ ისინი არაცნობიერად მიჰყვებიან სცენარს, რომელიც თავიდანვე არასდროს ყოფილა მათი. ახლა თქვენ ან მართავთ რეალობას, ან მის მიერ ხართ კონტროლირებადი. შუალედური არაფერია. როგორც კი გაიგებთ ფარულ კანონებს, რომლებიც განსაზღვრავს, თუ როგორ მუშაობს სინამდვილეში რეალობა, აღარ იქნებით თქვენი გარემოს წყალობაზე. თქვენ აღარ დაელოდებით შესაძლებლობებს, აღარ იბრძოლებთ წარმატებისთვის და აღარ იმედოვნებთ, რომ ყველაფერი შეიცვლება. თქვენ გახდებით ის, ვინც მართავს ძაფებს. კვანტურ ველს თქვენს ნებაზე მოაქცევთ და შეუძლებელს ძალისხმევის გარეშე აქცევთ. ადამიანების უმეტესობა მთელ ცხოვრებას იმაზე ფოკუსირებით ატარებს, რაც არ სურთ. ისინი იღვიძებენ და ფიქრობენ თავიანთ პრობლემებზე, შეზღუდვებსა და ბრძოლაზე და ამის გამო, ისინი არაცნობიერად აძლიერებენ მათ. კვანტური ველი არ რეაგირებს იმაზე, რაც გსურთ. ის რეაგირებს იმაზე, რაზეც ფოკუსირდებით. რაც არ უნდა იყოს თქვენი ყურადღება დომინირებული, ეს არ არის მხოლოდ პოზიტიური აზროვნების კონცეფცია. ეს არის ნეირომეცნიერება და კვანტური მექანიკა მოქმედებაში. დოქტორმა ჯო დისპენსერმა აჩვენა, რომ ნეირონები, რომლებიც ერთად აქტიურდებიან, ერთმანეთთან კავშირშია. ეს ნიშნავს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც ნეგატიურ აზრს იმეორებთ ან ყურადღებას ამახვილებთ შედეგზე, რომლისაც გეშინიათ, თქვენ სიტყვასიტყვით აკავშირებთ თქვენს ტვინს, რომ ის თქვენს რეალობად აქციოთ და თუ გსურთ მტკიცებულება, შეხედეთ საკუთარ ცხოვრებას. რამდენჯერ გქონიათ მოლოდინი, რომ რაღაც არასწორად წავიდოდა, მაგრამ ეს ზუსტად ისე მოხდა, როგორც გეშინოდათ? რამდენჯერ გქონიათ ფოკუსირება იმაზე, რაც გაკლიათ, მხოლოდ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი განეცადათ? ეს არ არის დამთხვევა. ეს არის თქვენი ენერგია, რომელიც გკეტავთ ნიმუშში, რომელიც გამუდმებით მეორდება. მაგრამ აი ყველაზე ძლიერი ცვლილება, რომლის განხორციელებაც შეგიძლიათ. თუ დაიწყებთ ობსესიურად ფოკუსირებას იმაზე, რაც გსურთ, თქვენს რეალობას სხვა გზა არ აქვს, გარდა იმისა, რომ შეიცვალოს. ახლავე დახუჯეთ თვალები და წარმოიდგინეთ თქვენი იდეალური ცხოვრება. წარმატება, თავისუფლება, ძალა. რამდენად ხშირად აძლევთ საკუთარ თავისუფლებას,
გონებრივად იცხოვროთ ამ რეალობაში? თუ პასუხი იშვიათია, თქვენ ახლახან იპოვეთ მიზეზი, რის გამოც ჯერ კიდევ იქ არ ხართ. ის, რაზეც ფოკუსირდებით, ფართოვდება და როდესაც თქვენს მომავალზე ფოკუსირებას იწყებთ, თითქოს ის უკვე თქვენი იყოს, რეალობა იწყებს მის შესაბამისად მოქცევას. დოქტორ რუპერტ შელდრეიკის კვლევამ მორფულ ველებზე დაადასტურა, რომ თქვენი აზრები, ემოციები და შეხედულებები მხოლოდ თქვენს თავში არ არის მოქცეული. ისინი ვრცელდება თქვენი სხეულის მიღმა და ურთიერთქმედებენ თქვენს გარშემო არსებულ სამყაროსთან. ეს ნიშნავს, რომ ყოველ მომენტში, როდესაც ავრცელებთ სიხშირეს, რომელიც გავლენას ახდენს თქვენს გარემოზე და ისევე, როგორც რადიოსადგური, შეგიძლიათ მიიღოთ მხოლოდ ის, რაზეც ხართ ჩართული. თუ თქვენი დომინანტური ენერგია შიში, ეჭვი და სიმწირეა, თქვენ მიიზიდავთ ადამიანებს, სიტუაციებსა და მოვლენებს, რომლებიც შეესაბამება ამ სიხშირეს. თუ თქვენი დომინანტური ენერგია დარწმუნებულობა, ძალაუფლება და წარმატებაა, თქვენ დაიწყებთ გამოცდილების მიღებას, რომელიც ასახავს ამას და აი, დასტური. ოდესმე შეგიმჩნევიათ, რომ ადამიანები, რომლებიც უარესს ელიან, ყოველთვის ხვდებიან ამას, რომ ადამიანები, რომლებიც მუდმივად შფოთავენ, უფრო მეტ რამეს იზიდავენ შფოთვისთვის. ახლა, შეხედეთ ყველაზე წარმატებულ ადამიანებს, რომლებსაც იცნობთ. ისინი ოთახში შედიან და ადამიანები მათ ენერგიას ლაპარაკამდეც კი გრძნობენ. ისინი ასხივებენ ისეთ ყოფნას, რომელიც სხვებს მათყენს სწრაფვას უჩენს. ეს იღბალი არ არის. ეს ენერგიის ოსტატობაა. თუ გსურთ თქვენი ცხოვრების შეცვლა, არ უნდა დაიწყოთ თქვენი ქმედებების შეცვლით. თქვენ უნდა დაიწყოთ გადაცემული ენერგიის შეცვლით. ადამიანების უმეტესობა თვლის, რომ თუ საკმარისად იშრომებენ, საბოლოოდ წარმატებას დაიმსახურებენ. მაგრამ წარმატება არ არის ის, რასაც იმსახურებ, ეს არის ის, რასაც ეთანხმებით. დაფიქრდით ამაზე. ახლა არიან ადამიანები, რომლებიც თქვენზე 100 ჯერ მეც მუშაობენ და ისინი მაინც გაკოტრებულები არიან და არიან ადამიანები, რომლებიც თითქმის საერთოდ არ მუშაობენ, მაგრამ ყველაფერი მათყენ ძალისხმევის გარეშე მიედინება. რატომ? იმიტომ, რომ თქვენი ცხოვრება მხოლოდ ძალისხმევით არ არის განსაზღვრული. ეს განპირობებულია თქვენი ვიბრაციული წერტილით, ნაგულისხმევი ენერგეტიკული მდგომარეობით, რომელშიც ცხოვრობთ. დოქტორმა ბრიუს ლიპტონმა აჩვენა, რომ თქვენი ქვეცნობიერი გონება აკონტროლებს თქვენი რეალობის 95%-ს. ეს ნიშნავს, რომ თუ გულის სიღრმეში გჯერათ, რომ არ ხართ ღირსი სიმდიდრის, წარმატების ან სიყვარულის. თქვენ ქვეცნობიერად მოიგერიებთ ამ ყველაფერს, მაშინაც კი, თუ შეგნებულად გსურთ ეს. სწორედ ამიტომ იქცევიან ადამიანები თვითსაბოტაჟად, რატომ უგულებელყოფენ შესაძლებლობებს, რატომ ვერასდროს ახერხებენ ძველი ციკლებიდან გამოსვლას, რაც არ უნდა ეცადონ. თქვენი რეალობა თქვენი დომინანტური ენერგეტიკული მდგომარეობის ანარეკლია. ასე რომ, თუ გსურთ რადიკალური ტრანსფორმაცია განიცადოთ, უნდა შეცვალოთ თქვენი დასახული წერტილი. არა მხოლოდ ერთი წამით. არამედ სამუდამოდ და ამის გაკეთების გზა თქვენი ენერგიის ყოველ ჯერზე ვარჯიშია. თუ ნამდვილად გსურთ რეალობის შეცვლა, თქვენ უნდა გადააპროგრამოთ თქვენი ქვეცნობიერი გონება და ენერგეტიკული ველი, რათა შეესაბამებოდეს თქვენთვის სასურველ ცხოვრებას. ყოველდღიურად შეასრულეთ ეს ვარჯიში და თქვენი რეალობა სწრაფად დაიწყებს ცვლილებას. იპოვეთ წყნარი ადგილი და დახუჭეთ თვალები. ჩაისუნთქეთ 3 ჯერ ღრმად. 5 წამის განმავლობაში შეისუნთქეთ, 5 წამის განმავლობაში გააჩერეთ და 5 წამის განმავლობაში ამოისუნთქეთ. წარმოიდგინეთ თქვენი უმაღლესი მე. თქვენი ვერსია, რომელსაც უკვე აქვს ყველაფერი, რაც გსურთ. ახლა განასახიერეთ ისინი. იგრძენით მათი ენერგია. იარეთ ისე, როგორც ისინი დადიან. ისუნთქეთ ისე, როგორც ისინი სუნთქავენ. იფიქრეთ ისე, როგორც ისინი ფიქრობენ. შეინარჩუნეთ ეს მდგომარეობა მინიმუმ 3 წუთის განმავლობაში. როდესაც თვალებს გაახელთ, ეს ენერგია გადაიტანეთ დღის დანარჩენ ნაწილში. რაც უფრო მეტად ივარჯიშებთ ამ სიხშირიდან მუშაობაზე, მით უფრო მეტად დაიწყებს თქვენი რეალობა მის თქვენში ასახვას. ეს არის საიდუმლო, რომელსაც ადამიანების 99% ვერასდროს გაიგებს. ისინი გააგრძელებენ ცხოვრებას ავტოპილოტით, რეაგირებენ გარემოებებზე, იმ იმედით, რომ რაღაც შეიცვლება. მაგრამ არა თქვენ. რადგან თქვენ აღარ ელოდებით რეალობის შეცვლას. თქვენ თვითონ ცვლით მას და შემდეგ ნაწილში კიდევ უფრო ღრმად შევალთ. რადგან როგორც კი დაიუფლებით ამ ენერგიის სამუდამოდ დაფიქსირებას, თქვენ გადახვალთ ძალაუფლების ისეთ დონეზე, რომელსაც ადამიანების უმეტესობა ვერასდროს გაიგებს. ენერგიის შესახებ ყველაზე დიდი საიდუმლო არ არის სახელმძღვანელოებში ნაპოვნი და არც სკოლებში ისწავლება.
ის თქვენშია და ადამიანების უმეტესობამ არასდროს იცის მისი არსებობის შესახებ. წარმოიდგინეთ თქვენი სხეული, როგორც ბატარეა, მაგრამ არა უბრალოდ ნებისმიერი ბატარეა. ეს არის განსაკუთრებული სახეობა, რომლის დატენვა და გაძლიერება შესაძლებელია მარტივი ყოველდღიური ჩვევების საშუალებით. ყოველ დილით, როდესაც იღვიძებთ, თქვენი ენერგიის დონე ახალი ხდება. მაგრამ სადილისთვის ბევრი ადამიანი გრძნობს დაღლილობას და ყავას ან შაქარს მიირთმევს. ეს ხდება იმიტომ, რომ ისინი კარგავენ ენერგიას მისი შენარჩუნების ცოდნის გარეშე. ის არის, რომ ჩვენ რეალურად შეგვიძლია ვაკონტროლოთ ჩვენი ენერგიის ნაკადი და დაგროვება მთელი დღის განმავლობაში. თქვენი სხეული ენერგიას ყოველ უჯრედში, ყოველ წამს გამოიმუშავებს. ეს ენერგია თქვენს სხეულში მოძრაობს, როგორც ელექტროენერგია მავთულხლართებში. როდესაც ენერგია შეუფერხებლად მიედინება, თავს ძლიერად, კონცენტრირებულად და ყველაფრისთვის მზად გრძნობთ. როდესაც ის იბლოკება ან გაჟონავს, თავს დაღლილად და სტრესულად გრძნობთ. ძველმა ჩინელებმა ეს ენერგეტიკული სისტემა 5000 წელზე მეტი ხნის წინ აღმოაჩინეს. მათ მასცი, სასიცოცხლო ენერგიის ენერგია უწოდეს. მათ აღმოაჩინეს, რომ გარკვეული სუნთქვის ნიმუშები, მოძრაობები და ცნევის წერტილები შეიძლება გაზარდოს და მიმართოს ეს ენერგია. თანამედროვე მეცნიერება ახლა ადასტურებს, რომ ისინი მართლები იყვნენ. ეს ტექნიკა ნამდვილად მუშაობს. მაგრამ აი, რა ხდის მას ნამდვილად განსაკუთრებულს? ყველას შეუძლია ისწავლოს ენერგიის კონტროლი. თქვენ არ გჭირდებათ სპეციალური უნარები ან მრავალწლიანი ვარჯიში. სუნთქვის, მოძრაობის და აზროვნების მცირე ცვლილებებმა შეიძლება დიდი განსხვავება შექმნას თქვენი ენერგიის დონეზე. მოდით, მოგიყვანოთ მაგალითი. ახლავე, ჩაისუნთქეთ 3 ნელი სუნთქვა. იგრძენით, როგორ ავსებს ჰაერი თქვენს მუცელს, შემდეგ კი მკერდს. ამოსუნთქვისას, მხრები დაუშვით. მხოლოდ ამ მარტივი ვარჯიშის შესრულება აგზავნის ახალ ენერგიას მთელ თქვენს სხეულში. ეს ენერგიის კონტროლის სისტემის მხოლოდ ერთი პატარა ნაწილია. ბევრი ადამიანი ენერგიას ფლანგავს ამის გაცნობიერების გარეშე. ისინი კუნთებს იჭიმებიან, როცა ეს არ სჭირდებათ. სტრესის დროს სუნთქვას იკავებენ. მუშაობისას შესვენებებს ივიწყებენ. ყველა ეს ჩვევა ენერგიას წურავს, რომლის უკეთ გამოყენებაც შეიძლებოდა. გაიხსენეთ ის დრო, როდესაც თავს წარმოუდგენლად ენერგიულად გრძნობდით. შესაძლოა, ეს იყო საინტერესო თამაშის, სახალისო წვეულების ან საყვარელი საქმის კეთების დროს. ეს გრძნობა შემთხვევითი არ იყო. ეს იმიტომ მოხდა, რომ თქვენი ენერგიის თავისუფლად გადაადგილებისთვის შესაფერისი პირობები იყო. საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ისწავლოთ ამ პირობების შექმნა, როცა გსურთ. თქვენი ტვინი თქვენი სხეულის ენერგიის დაახლოებით 20%-ს იყენებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს თქვენი სხეულის წონის მხოლოდ 2%-ია. ეს აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენერგიის მართვა გონებრივი მუშაობისთვის. როდესაც უკეთ აკონტროლებთ თქვენს ენერგიას, უფრო მკაფიოდ ფიქრობთ, პრობლემებს უფრო სწრაფად წყვეთ და უფრო დიდხანს რჩებით კონცენტრირებულად. ფიზიკური და გონებრივი ენერგია ერთმანეთთან არის დაკავშირებული. როდესაც თქვენი სხეულის ენერგია ძლიერია, თქვენი გონება უკეთ მუშაობს. როდესაც თქვენი გონება მშვიდი და კონცენტრირებულია, თქვენი სხეულის ენერგია უკეთ მიედინება. ეს ქმნის დადებით ციკლს, რომელიც მუდმივად იზრდება. თუმცა, ეს მხოლოდ სუნთქვასა და მოძრაობაზე მეტს მოიცავს. თქვენი ემოციები ენერგიის კონტროლში უდიდეს როლს თამაშობს. ნეგატიური ემოციები, როგორიცაა ბრაზი და წუხილი, სწრაფად წურავს ენერგიას. პოზიტიური ემოციები, როგორიცაა სიხარული და აღელვება, სწრაფად ზრდის ენერგიას. ემოციური ენერგიის მართვის სწავლა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური ენერგიის მართვა. ენერგიის კონტროლის საუკეთესო მხარე ის არის, რომ ის დროთა განმავლობაში გროვდება. ყოველდღიურად ივარჯიშეთ ამ ტექნიკაში. თქვენი ენერგეტიკული სისტემა ძლიერდება. ეს კუნთის აშენებას ჰგავს. რაც უფრო მეტად იყენებთ მას, მით უფრო ძლიერდება. მალე მაღალი ენერგია თქვენს ნორმალურ მდგომარეობად იქცევა და არა ისეთ რამეზე, რაც მოდის და მიდის. საქმეს სწრაფ გამოსწორებას ან დროებით გაძლიერებას არ ეხება. ენერგეტიკულმა სასმელებმა და კოფეინმა შეიძლება მოკლევადიანი აფეთქება მოგცეთ, მაგრამ ხშირად მოგვიანებით უარესად გაგრძნობინებენ თავს. ენერგიის რეალური კონტროლი ქმნის ხანგრძლივ ცვლილებებს, რომლებიც დროთა განმავლობაში უმჯობესდება. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, თუ რატომ არ არის ეს უფრო ფართოდ ცნობილი. სიმართლე ისაა, რომ ბევრი ადამიანი ძალიან დაკავებულია რთული გადაწყვეტილებების ძიებით,
რომ შეამჩნიოს მათ წინ არსებული მარტივი გადაწყვეტილებები. ისინი ვერ ამჩნევენ ძირითად პრინციპებს, რომლებიც ყველაზე დიდ განსხვავებას ქმნის. შემდეგ ნაწილში განვიხილავთ ამ ენერგიის კონტროლის ტექნიკის მეცნიერებას. თქვენ ზუსტად შეითხოვთ, თუ როგორ მუშაობენ ისინი და რატომ არიან ისინი ასეთი ეფექტური, მაგრამ ახლა გახსოვდეთ, რომ თქვენი ენერგია არ არის ფიქსირებული. მისი გაზრდა და გაძლიერება შესაძლებელია. ეს დაფარული საიდუმლო ათასობით წლის განმავლობაში ეხმარებოდა ადამიანებს და ახლა თქვენი ჯერია, გამოიყენოთ იგი. ენერგიის კონტროლი ეფუძნება სამეცნიერო პრინციპებს, რომელთა დაკვირვება და გაზომვაც შეგვიძლია ადამიანის სხეულის მიერ ჩვენს ნერვულ სისტემაში სხვადასხვა ტიპის ენერგიის ელექტრული სიგნალების წარმოქმნის და საკვებიდან ქიმიური ენერგიის მიღების გზით. ამ ენერგიების მიმართულების სწავლით, ჩვენ შეგვიძლია რეალური ცვლილებები შევქმნათ ჩვენს ფიზიკურ მდგომარეობასა და შესრულებაში. მეცნიერება აჩვენებს, რომ ჩვენ შეგვიძლია შეგნებულად ვიმოქმედოთ ამ ენერგიის ნიმუშებზე სუნთქვისა და გონებრივი ფოკუსირების გზით. ღრმა, ნელი სუნთქვა აქტიურებს პარასიმპათიკურ ნერვულ სისტემას, ამცირებს გულისცემას და არტერიულ წნევას, ამავდროულად ზრდის ენერგოეფექტურობას. სწრაფი, ზედაპირული სუნთქვა საპირისპიროს აკეთებს, იწვევს სიმპათიკური სისტემის, ბრძოლის ან გაქცევის რეაქციას და სწრაფ ენერგიის მოხმარებას. ჩვენი გულის მიერ წარმოქმნილი ელექტრომაგნიტური ველი ყველაზე ძლიერია სხეულში, რომელიც იზომება რამდენიმე ფუტის მანძილზე. კვლევები აჩვენებს, რომ ეს ველი იცვლება ჩვენი ემოციური მდგომარეობის მიხედვით. დადებითი ემოციები ქმნის თანმიმდევრულ, მოწესრიგებულ ნიმუშებს, ხოლო სტრესი და ნეგატიური ემოციები ქაოტურს. ჩვენი ემოციების რეგულირების სწავლით, ჩვენ პირდაპირ მოქმედებთ ამ ენერგეტიკულ ველზე. ეპიფიზი, რომელსაც ხშირად სხეულის მთავარ საათს უწოდებენ, არეგულირებს ჩვენს ცირკადულ რიტმებს მელატონინის გამომუშავების გზით. ეს გავლენას ახდენს ჩვენს ენერგიის დონეზე მთელი დღის განმავლობაში. ამ ბუნებრივი ციკლების გაგებით, ჩვენ შეგვიძლია დავგეგმოთ ჩვენი აქტივობები პიკური ენერგოეფექტურობისთვის. ეს სამეცნიერო პრინციპები ენერგიის კონტროლის პრაქტიკული ტექნიკის საფუძველს ქმნის. ამ ცოდნის გამოყენებით, ჩვენ შეგვიძლია უფრო ეფექტურად დავარეგულიროთ ჩვენი ენერგია, რაც გამოიწვევს უკეთეს ფიზიკურ და გონებრივ შესრულებას. მთავარია თანმიმდევრული პრაქტიკა და ყურადღება იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს სხვადასხვა ფაქტორი ჩვენს ენერგეტიკულ მდგომარეობაზე. სხეულის ენერგეტიკული სისტემები ერთად მუშაობენ რთული, მაგრამ გაზომვადი გზით. ამ კავშირების გაგება გვეხმარება უკეთესი არჩევანის გაკეთებაში დიეტასთან, ვარჯიშთან, დასვენებასთან და გონებრივ კონცენტრაციასთან დაკავშირებით. საქმე არ ეხება სწრაფ გამოსწორებას. საქმე ეხება ჩვენს ბუნებრივ ბიოლოგიასთან მუშაობას ენერგიის გამოყენებისა და წარმოების ოპტიმიზაციისთვის. ჩვენს აზრებსა და ფიზიკურ რეალობას შორის კავშირი უფრო ღრმაა, ვიდრე ადამიანების უმეტესობას ჰგონია. ენერგიის კონტროლი იწყება იმის მიღებით, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენს გარშემო ენერგიის მართვა და ფორმირება ფოკუსირებული განზრახვის საშუალებით. საქმე არ ეხება მაგიურ აზროვნებას. საქმე ეხება ბუნებრივ ძალებთან მუშაობას, რომელთა გარკვევას მეცნიერები ჯერ კიდევ ცდილობენ. მოდით, ენერგიის მანიპულირება პრაქტიკული გავხადოთ. პირველი ნაბიჯი არის მისი შეგრძნების სწავლა. ხელები დაახლოებით 6 ინჩის დაშორებით დადეთ, ხელისგულები ერთმანეთისკენ მიმართული. ფოკუსირება მოახდინეთ მათ შორის არსებულ სივრცეზე. ბევრი ადამიანი ამჩნევს მცირე ჩხვლეტას ან ზეწოლას. ეს არის ენერგია. ივარჯიშეთ ხელების ოდნავ მიახლოებით და ერთმანეთისგან შორს გადაწევით. ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ იცვლება შეგრძნება. როგორც კი ენერგიის შეგრძნებას დაიწყებთ, შეგიძლიათ მისი მართვა დაიწყოთ. წარმოიდგინეთ, ეს ახალი კუნთის მოქნილობის სწავლას ჰგავს. დაიწყეთ ენერგიის კაშკაშა შუქის ან ნაზი სითბოს სახით წარმოდგენით. სცადეთ მისი ხელებს შორის გადატანა, რათა ის უფრო ძლიერი ან რბილი გახადოთ. ნუ ღელავთ, თუ თავიდან ვერაფერს გრძნობთ. ამას ვარჯიში სჭირდება. შემდეგი დონე ენერგიის პრაქტიკული მიზნებისთვის გამოყენებაა. ვთქვათ, სამსახურში მეტი სიცხადე გსურთ. დაიწყეთ სუნთქვის საშუალებით მშვიდი მდგომარეობის მიღწევით. შემდეგ წარმოიდგინეთ სიცხადე. კაშკაშა ენერგია ავსებს თქვენს სამუშაო სივრცეს. გახადეთ ის კონკრეტული. ნახეთ, როგორ დაგეხმარებათ ფოკუსირებაში, რაც ზრდის თქვენს პროდუქტიულობას. მთავარია, ენერგიის ტიპი შეასაბამოთ იმას, რისი მიღწევაც გსურთ. თუმცა, ენერგეტიკული მუშაობა მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რისი მიღებაც შეგიძლიათ. საქმე ბალანსშია. თუ მუდმივად ენერგიას იღებთ, გარკვეული ნაწილი უნდა დააბრუნოთ.
ეს შეიძლება ნიშნავდეს სხვების დახმარებას, ბუნებაში დროის გატარებას ან შემოქმედებით საქმიანობას. წარმოიდგინეთ ეს სუნთქვა. თქვენ გჭირდებათ როგორც ჩასუნთქვა, ასევე ამოსუნთქვა. აქ მოცემულია მარტივი სავარჯიშო თქვენი უნარების გასავითარებლად. აირჩიეთ ემოცია, რომლის განცდაც გსურთ, შესაძლოა თავდაჯერებულობა. შვიდად დაჯექით და გაიხსენეთ ის დრო, როდესაც ნამდვილად თავდაჯერებულად გრძნობდით თავს. მიეცით ამ გრძნობას საშუალება, შეავსოთ თქვენი სხეული. ახლა წარმოიდგინეთ ეს გრძნობა, როგორც ენერგია, რომლის შენახვა და მოგვიანებით გამოყენება შეგიძლიათ. ივარჯიშეთ ამ ენერგიის გამოძახებაში, როცა დაგჭირდებათ. კიდევ ერთი ტექნიკაა ენერგიის გაწმენდა. შეამჩნიეთ, როდის არის ოთახი მძიმე ან დაძაბული. ამის შეცვლა შეგიძლიათ კაშკაშა შუქის ვიზუალიზაციით, რომელიც ავსებს სივრცეს ან ხელების გამოყენებით სტაგნირებული ენერგიის მოსაშორებლად. ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ ენერგიის გაწმენდის შემდეგ თავს უფრო მსუბუქად და პოზიტიურად გრძნობს. ფიზიკური სამყარო ენერგეტიკულ მუშაობაზე გასაკვირი გზებით რეაგირებს. თავიდან შეიძლება შეამჩნიოთ მცირე ცვლილებები. უკეთესი ძილი, მეტი ენერგია, უფრო მკაფიო აზროვნება. თქვენი უნარების ზრდასთან ერთად შეიძლება მოხდეს უფრო დიდი ცვლილებები. შესაძლებლობები სწორ დროს ჩნდება. პრობლემები თავისით უფრო ადვილად წყდება. ეს არ არის მაგია. ეს არის ბუნებრივი კანონებით მუშაობა, რომლის შესწავლასაც ახლა ვიწყებთ. ზოგი ადამიანი ხედავს ფერებს, როდესაც ენერგიასთან მუშაობს. სხვები გრძნობენ ტემპერატურის ცვლილებებს ან ცნევას. არ არსებობს ამის განცდის სწორი ან არასწორი გზა. ენდეთ საკუთარ გრძნობებს და განაგრძეთ ვარჯიში. თქვენი მგრძნობელობა დროთა განმავლობაში გაიზრდება. ენერგიის კონტროლი ნამდვილად სასარგებლო ხდება რთულ დროს. გრძნობთ თავს გადათვირთულად, წარმოიდგინეთ ზედმეტი ენერგიის მიწაში ჩადინება. გჭირდებათ დაცვა, წარმოიდგინეთ სინათლის ფარი თქვენს გარშემო. გსურთ უფრო სწრაფად განკურნება, მიმართეთ სამკურნალო ენერგია თქვენი სხეულის ამ ნაწილზე. ყველაზე ძლიერი ენერგეტიკული მუშაობა ხდება მაშინ, როდესაც ფიზიკურ მოქმედებას ენერგიის კონტროლთან აერთიანებთ. თუ ახალ სამსახურს ეძებთ, გაგზავნეთ განაცხადები და ამავდროულად წარმოიდგინეთ წარმატება. თუ გსურთ უკეთესი ჯანმრთელობა, ივარჯიშეთ და ენერგიას თქვენს სხეულში მიმართავთ. ფიზიკური და ენერგეტიკული ერთად მუშაობენ. გახსოვდეთ, რომ ენერგია ყურადღებას მიჰყვება. ის, რაზეც ფოკუსირდებით, ძლიერდება. ეს ნიშნავს, რომ ფრთხილად იყოთ ნეგატიურ აზრებთან. მათ შეუძლიათ შექმნან ის, რაც არ გსურთ. ამის ნაცვლად ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რაც გსურთ. ნათლად დაინახეთ ეს. იგრძენით, თითქოს ეს უკვე ხდება. ზოგიერთ დღეს ენერგიას ძლიერად იგრძნობთ. სხვა დღეებში კი შეიძლება სუსტად ან საერთოდ არ ჩანდეს. ეს ნორმალურია. ნებისმიერი უნარის მსგავსად, ენერგიასთან მუშაობასაც აქვს ბუნებრივი აღმავლობა და ვარდნა. განაგრძეთ ვარჯიში იმის მიუხედავად, თუ რას გრძნობთ მომენტში. ეფექტი დროთა განმავლობაში გროვდება. საუკეთესო მიდგომაა მცირედით დაწყება. იმუშავეთ ენერგიით ყოველდღე რამდენიმე წუთის განმავლობაში. ყურადღება მიაქციეთ, რა ხდება თქვენს ცხოვრებაში. თვალყური ადევნეთ თქვენს გამოცდილებას. თანდათანობით განავითარეთ თქვენი უნარები. მალე გექნებათ იმის დასტური, რომ ენერგიის კონტროლი მუშაობს. არა იმიტომ, რომ ვიღაცამ გითხრათ, არამედ იმიტომ, რომ თავად გინახავთ. ენერგიის მანიპულირების მეცნიერება გაცილებით სცილდება იმას, რასაც პოპულარულ მედიაში ვხედავთ. თავისი არსით, ჩვენს სამყაროში ყველაფერი ენერგიისგან შედგება, უმცირესი ატომიდან უდიდეს გალაქტიკამდე. ეს ენერგია მიჰყვება კონკრეტულ ნიმუშებსა და წესებს, რომლებთან მუშაობაც შეგვიძლია ვისწავლოთ. წარმოიდგინეთ ენერგია, როგორც წყალი, რომელიც სხვადასხვა არხებით მიედინება. ისევე, როგორც წყლის მიმართულების, დაბლოკვის ან გამოთავისუფლების შესაძლებლობა არსებობს, ენერგია მსგავსი პრინციპებით მოძრაობს. როდესაც ამ ძირითად წესებს გავიგებთ, შეგვიძლია დავიწყოთ ჩვენს გარშემო ენერგიის ნაკადზე გავლენის მოხდენა. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ჩვენი აზრები და განზრახვები ჩვენი სხეულის გარშემო არსებულ ელექტრომაგნიტურ ველში გაზომვად ცვლილებებს ქმნის. ეს ველები ურთიერთქმედებენ ყველაფერთან, რაც მოლეკულებზე, ატომებზე და სხვა ცოცხალ არსებებზეც კი მოქმედებს. ეს არ არის მაგია, ეს არის ფიზიკა, რომელიც კვანტურ დონეზე მუშაობს. ენერგიასთან მუშაობის გასაღები სამ მთავარ პრინციპშია: ფოკუსირება,
რეზონანსი და თანმიმდევრულობა. ფოკუსირება ჩვენს ყურადღებას და განზრახვას კონკრეტულ შედეგებზე მიმართავს. რეზონანსი გვეხმარება ჩვენი ენერგიის სიხშირის შესაბამისობაში მოყვანაში იმის მიხედვით, რისი შექმნაც გვსურს. თანმიმდევრულობა ჩვენს ყველა ენერგეტიკულ სისტემას ჰარმონიაში მოხავს, რაც ჩვენს ძალისხმევას უფრო ეფექტურს ხდის. მოდით, ეს რეალური მაგალითებით განვიხილოთ. როდესაც ცდილობთ მძიმე ობიექტის აწევას, ბუნებრივად ამახვილებთ თქვენს ენერგიას. ასწორებთ თქვენს სხეულს და კოორდინაციას უწევთ თქვენს კუნთებს. ენერგიის მანიპულირება იგივე გზით მუშაობს, მაგრამ ფიზიკური კუნთების ნაცვლად. თქვენ იყენებთ თქვენს გონებას და ბიოველს. კვანტური ფიზიკის კვლევა აჩვენებს, რომ ნაწილაკები განსხვავებულად იქცევიან დაკვირვებისას. ეს ადასტურებს, რომ ცნობიერება გავლენას ახდენს ფიზიკურ რეალობაზე. ამ პრინციპის გამოყენებით, ჩვენ შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ ჩვენს გარშემო არსებულ ენერგეტიკულ ნიმუშებზე ფოკუსირებული ყურადღებისა და მკაფიო განზრახვის მეშვეობით. ადამიანის სხეული წარმოქმნის საკუთარ ელექტრომაგნიტურ ველს, რომელიც ჩვენი კანიდან რამდენიმე ფუტის სიღრმეზე ვრცელდება. ეს ველი რეაგირებს ჩვენს აზრებზე, ემოციებსა და განზრახვებზე. ამ ველის რეგულირების სწავლით, ჩვენ შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ ჩვენს გარემოზე დახვეწილი, მაგრამ მნიშვნელოვანი გზებით. ტრადიციული პრაქტიკები, როგორიცაა ციგონგი და რეიკი, ათასობით წლის განმავლობაში მუშაობდა ამ პრინციპებით. თანამედროვე მეცნიერება ამჟამად ადასტურებს ამ უძველესი ტექნიკის მრავალ ნაწილს ბიოველების, გულის თანმიმდევრულობისა და ტვინის ტალღების ნიმუშების შესწავლის გზით. აქ მოცემულია პრაქტიკული მიდგომა ენერგიასთან მუშაობის დასაწყებად. პირველ რიგში, გააცნობიერეთ თქვენი საკუთარი ენერგეტიკული ველი მარტივი შეგრძნებების სავარჯიშოების საშუალებით. შეამჩნიეთ, როგორ იცვლება თქვენი ველი სხვადასხვა ემოციებისა და აზრების მიხედვით. შემდეგ ივარჯიშეთ ამ ენერგიის მკაფიო განზრახვით წარმართვაში. თქვენი სუნთქვა გადამწყვეტ როლს ასრულებს ენერგეტიკულ მუშაობაში. ღრმა რიტმული სუნთქვა ხელს უწყობს თქვენი ენერგეტიკული ველის სტაბილიზაციას და ზრდის მის ეფექტურად წარმართვის უნარს. სწორედ ამიტომ არის სუნთქვითი ვარჯიშები ფუნდამენტური ყველა ენერგეტიკული პრაქტიკისთვის. ტემპერატურის ცვლილებები, ჩხვლეტის შეგრძნება ან ხელებში ზეწოლის შეგრძნება ენერგიის შეგრძნების დაწყების საერთო ნიშნებია. ეს ფიზიკური შეგრძნებები დაგეხმარებათ დაადასტუროთ, რომ რეალურად მუშაობთ რეალურ ენერგეტიკულ ველებთან. ენერგიის მანიპულირების უნარების დასაუფლებლად დაიწყეთ მცირე, გაზომვადი მიზნებით. სცადეთ კომპასის ნემსზე ან ელექტრონულ მოწყობილობებზე გავლენის მოხდენა. ეს უზრუნველყოფს მკაფიო უკუკავშირს და ხელს უწყობს თქვენი შესაძლებლობებისადმი თავდაჯერებულობის გაზრდას. რეგულარულად ივარჯიშეთ მცენარეებთან, რადგან ისინი კარგად რეაგირებენ ენერგეტიკულ მუშაობაზე და იძლევიან თვალსაჩინო შედეგებს. კვლევებმა აჩვენა, რომ მიმართულმა განზრახვამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მცენარის ზრდასა და ჯანმრთელობაზე, რაც ენერგიის მანიპულირების ხელშესახებ მტკიცებულებას წარმოადგენს. ენერგიასთან მუშაობა მოთმინებასა და თანმიმდევრულობას მოითხოვს. დაიწყეთ საბაზისო სავარჯიშოებით და თანდათანობით გადადით უფრო რთულ გამოყენებაზე. დააფიქსირეთ თქვენი შედეგები და შეცვალეთ თქვენი ტექნიკა იმის მიხედვით, თუ რა არის თქვენთვის საუკეთესო. ენერგიის მანიპულირების მეცნიერება აგრძელებს განვითარებას, რადგან ახალი კვლევითი ინსტრუმენტები ხელმისაწვდომი ხდება. თანამედროვე აღჭურვილობას ახლა შეუძლია გაზომოს დახვეწილი ენერგეტიკული ველები და დააფიქსიროს შეგნებული განზრახვის გავლენა ფიზიკურ მატერიაზე. ძველი სიბრძნის თანამედროვე სამეცნიერო გაგებასთან შერწყმით, ჩვენ შეგვიძლია შევიმუშაოთ პრაქტიკული, ეფექტური მეთოდები ენერგიის მანიპულირებისთვის. ეს ცოდნა ახალ შესაძლებლობებს ხსნის პიროვნული ზრდისთვის, განკურნებისა და ჩვენს ცხოვრებასა და გარემოში პოზიტიური ცვლილებებისთვის. კვანტური ფიზიკის კანონები გვიჩვენებს, რომ რეალობა განსხვავებულად მუშაობს, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ. ყველაზე მცირე დონეზე სამყარო მიჰყვება უცნაურ წესებს, რომლებიც არღვევს იმას, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ. ეს კვანტური კანონები გვაძლევს ენერგიასთან მუშაობის ახალ გზებს, რომელთა შესახებაც ადამიანების უმეტესობამ არ იცის. მოდით, უკან გავიხედოთ ორმაგი ჯრილის ექსპერიმენტზე. მეცნიერები პაცაცინა ნაწილაკებს ესვრიან კედელს ორი ჯრილით. ნაწილაკები ერთდროულად გადიან ორივე ჯრილს და ქმნიან ნიმუშს, რომელიც ადასტურებს, რომ ისინი ერთდროულად მრავალ ადგილას არსებობენ. ეს გვეუბნება, რომ კვანტურ დონეზე საგნები შეიძლება ერთდროულად მრავალ მდგომარეობაში და ადგილას იყვნენ. ეს კვანტური ეფექტი ჩვენს სხეულში არსებულ ენერგიასთანაც ხდება.
ჩვენს უჯრედებში ელექტრონები იმავე წესებს მისდევენ. მათ შეუძლიათ ბარიერების გავლით გვირაბების გავლა და ერთდროულად სხვადასხვა ენერგეტიკულ მდგომარეობაში არსებობა. ამ კვანტური ქცევის აღქმისა და წარმართვის სწავლით, ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც შეუძლებლად გვეჩვენება. წარმოიდგინეთ ბურთის სროლა. ნორმალური ფიზიკა ამბობს, რომ მას მხოლოდ ერთი გზა შეუძლია გაიაროს, მაგრამ კვანტური ფიზიკა აჩვენებს, რომ ბურთი სინამდვილეში ერთდროულად ყველა შესაძლო გზას გადის. შემდეგ კი ყველაზე სავარაუდოს ირჩევს. ამას კვანტური სუპერპოზიცია ეწოდება. იგივე ხდება ენერგიასთან დაკავშირებით. ის ყველა შესაძლო არხში მიედინება, სანამ ერთ-ერთში ჩაჯდება. ჩვენს აზრებსა და განზრახვებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ იმაზე, თუ რომელი კვანტური გზა გახდება რეალური. კვლევები აჩვენებს, რომ როდესაც ადამიანები ყურადღებას ამახვილებენ, ეს გავლენას ახდენს კვანტური ნაწილაკების ქცევაზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ენერგიის წარმართვა ჩვენი ცნობიერების კონკრეტული კვანტური შესაძლებლობებისკენ მიმართვით. კვანტური ზენონის ეფექტი ადასტურებს, რომ სისტემის დაკვირვება მას ადგილზე აჩერებს. მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ კვანტური ნაწილაკების დაკვირვება ხელს უშლის მათ მდგომარეობების შეცვლაში. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს ენერგიის გარკვეულ ნიმუშებში შესანარჩუნებლად, მათზე ფოკუსირებული ყურადღების შენარჩუნებით. კვანტური ჩახლართულობა საშუალებას აძლევს ნაწილაკებს მყისიერად იმოქმედონ ერთმანეთზე, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად შორს არიან ისინი ერთმანეთისგან. აინშტაინმა მას მანძილზე საშიში მოქმედება უწოდა. ეს ყველაფერს კვანტურ დონეზე აკავშირებს, მათ შორის ჩვენს სხეულში არსებულ ენერგეტიკულ სისტემებს. ჩვენ შეგვიძლია ამ ქსელში ჩართვა, რათა გავლენა მოვახდინოთ ენერგიაზე სივრცეში. გაურკვევლობის პრინციპი ამბობს, რომ ჩვენ ვერასდროს ვიცით ნაწილაკის პოზიციაც და იმპულსიც ზუსტად. ეს ქმნის კვანტურ რყევებს, ენერგიის პაცაცინა აფეთქებებს, რომლებიც მუდმივად ჩნდება და ქრება. ეს რყევები გვაძლევს ცდომას ნულოვანი წერტილის ენერგიის უზარმაზარ რაოდენობაზე ჩვენს გარშემო. ამ კვანტურ ეფექტებთან მუშაობით, ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ენერგიის მოძრაობის ფორმა რეალობაში. ჩვენ შეგვიძლია ენერგია ახალ გზებში წარვადგინოთ, ჩამოვაყალიბოთ ის კონკრეტულ ნიმუშებად და დავაკავშიროთ იგი სივრცეში, რაც მოგცემს შესაძლებლობებს, რომლებიც აღემატება ნორმალურ ფიზიკურ ზღვრებს. მაგრამ ჩვენ გვჭირდება სწორი აზროვნება კვანტური კანონების გამოსაყენებლად. ჩვენი მოლოდინები და რწმენა გავლენას ახდენს კვანტურ ქცევაზე. ეჭვი და შიში კვანტურ შესაძლებლობებს ჩვეულებრივ შედეგებად აქცევს. მკაფიო განზრახვა და დარწმუნებულობა. მოდით, საიმედოდ მივიღოთ ცდომა კვანტურ ეფექტებზე. დაიწყეთ თქვენი აზრებისა და ენერგიის ყურადღებით დაკვირვებით. შეამჩნიეთ, როგორ მოქმედებს თქვენი ყურადღება მათ ქცევაზე. ივარჯიშეთ სტაბილური ფოკუსის შენარჩუნებაში მერყეობის გარეშე. ეს ავითარებს თქვენს უნარს, წარმართოთ კვანტური პროცესები. ისწავლეთ კვანტური რყევების შეგრძნება თქვენს ენერგეტიკულ ველში. იგრძენით მუდმივი, პაცაცინა ძვრები და ცვლილებები. ეს გიჩვენებთ, თუ სად შეგიძლიათ კვანტური ეფექტების გამოყენება. რაც უფრო მეტად გაცნობიერებული გახდებით, მით უფრო მეტად შეგიძლიათ მათთან მუშაობა. გამოიყენეთ ვიზუალიზაცია კვანტური შესაძლებლობების შესასწავლად. იხილეთ ენერგია ერთდროულად რამდენიმე გზით. წარმოიდგინეთ საკუთარი თავი ერთდროულად სხვადასხვა მდგომარეობაში. ეს ავარჯიშებს თქვენს გონებას კვანტურ სუპერპოზიციასთან მუშაობაში. თანდათანობით განავითარეთ რწმენა კვანტური შესაძლებლობების მიმართ პრაქტიკის საშუალებით. დაიწყეთ მცირე ეფექტებით, რომელთა დადასტურებაც შეგიძლიათ. წარმატების მიღწევის შემდეგ მიიღეთ უფრო დიდი გამოწვევები. მიეცით თქვენს თავდაჯერებულობას ბუნებრივი ზრდის საშუალება გამოცდილებიდან. დარჩით მეცნიერებაში დაფუძნებულნი და გადალახეთ საზღვრები. კვანტური ფიზიკა გვაძლევს საშუალებას გავაკეთოთ საოცარი რამ, მაგრამ ის მაინც მიჰყვება თანმიმდევრულ წესებს. საფუძვლიანად შეისწავლეთ ეს პრინციპები, რათა შეძლოთ მათი სწორად გამოყენება. კვანტურ დონეს აქვს წარმოუდგენელი პოტენციალი ყველასთვის, ვისაც სურს მისი შესწავლა. ეს უცნაური კანონები საშუალებას გვაძლევს გადავკვეთოთ ნორმალური საზღვრები და შევცვალოთ თავად რეალობა. პრაქტიკითა და გაგებით შეგიძლიათ გამოიყენოთ კვანტური ეფექტები, რათა გარდაქმნათ, თუ როგორ მუშაობს ენერგია თქვენს ცხოვრებაში. განაგრძეთ კვანტური ფიზიკის შესწავლა და იმის შემოცმება, თუ რა არის შესაძლებელი. რაც უფრო ღრმად ჩადიხართ, მით უფრო მეტს აღმოაჩენთ ენერგიის ნამდვილ ბუნებაზე. მიეცით საშუალება კვანტურ სამყაროს გაჩვენოთ, რა შეუძლია სინამდვილეში რეალობას.
უფრო ძლიერი გახდომის გზა იწყება მარტივი ჭეშმარიტებით. ენერგია ჩვენს გარშემო ყველაფერშია. უმცირესი ატომიდან უდიდეს ვარსკვლავამდე, ენერგია მიედინება ყველა მატერიაში. ამ ენერგიის კონტროლის სწავლით ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ისეთი რამ, რაც შეუძლებლად გვეჩვენება. წარმოიდგინეთ თქვენი სხეული, როგორც ბატარეა, რომელსაც შეუძლია ენერგიის შენახვა და გამოყოფა. ადამიანების უმეტესობა იყენებს თავისი პოტენციალის მხოლოდ მცირე ნაწილს. მაგალითად, ძლიერი კომპიუტერის დაბალი სიმძლავრის რეჟიმში მუშაობა. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ივარჯიშოთ ამ ენერგიის უფრო მეტად გამოყენებასა და მის მართვაში. დაიწყეთ სუნთქვაზე ფოკუსირებით. თითოეული სუნთქვა მოაქვს ახალ ენერგიას და გამოყოფს ძველ ენერგიას. ვარჯიშის დროს შეამჩნევთ, რომ სითბო ვრცელდება თქვენს სხეულში. ეს არის თქვენი ენერგეტიკული სისტემის უფრო აქტიური გახდომა. მთავარია მოდუნებული იყოთ და ამავდროულად შეინარჩუნოთ ფოკუსირება. თქვენი აზრები აყალიბებენ ენერგიის მოძრაობას. შეინარჩუნეთ გონება სუფთა და კონცენტრირებული. უარყოფითი აზრები ბლოკავს ენერგიის ნაკადს, ხოლო პოზიტიური აზრები აძლიერებს მას. განავითარეთ გონებრივი დისციპლინა მედიტაციისა და ყურადღების კონცენტრირების გზით. ჯერ მცირე გზებით გამოსცადეთ თქვენი მზარდი შესაძლებლობები. სცადეთ სანთლის ალზე თქვენი ენერგიით გავლენის მოხდენა. ივარჯიშეთ მსუბუქი ობიექტების გადაადგილებაში მათთან შეხების გარეშე. იმუშავეთ ადამიანების ენერგეტიკული ველების აღქმაზე. დოკუმენტურად დააფიქსირეთ თქვენი პროგრესი, რათა მოტივირებული იყოთ. ისწავლეთ წარუმატებლობებიდან, მაგრამ ნუ მისცემთ მათ საშუალებას შეგაჩერონ. ამ უნარების განვითარებისას ყველა აწყდება დაბრკოლებებს. მნიშვნელოვანია ვარჯიშის გაგრძელება და თქვენი კონტროლის დახვეწა. თითოეული გამოცვევა დაგეხმარებათ გაძლიერდეთ. შეისწავლეთ, თუ როგორ იქცევა ენერგია ბუნებაში. დააკვირდით, როგორ მიედინება წყალი ქვებზე. შეამჩნიეთ, როგორ მოძრაობს ქარი ხეებში. ბუნებრივი ენერგიის ნიმუშების გაგება დაგეხმარებათ ენერგიასთან უფრო ეფექტურად მუშაობაში. შექმენით თქვენი ენერგია ფენებად. დაიწყეთ ფიზიკური ენერგიით ვარჯიშისა და სწორი კვების გზით. დაამატეთ გონებრივი ენერგია სწავლისა და მედიტაციის გზით. ჩართეთ ემოციური ენერგია ბალანსისა და პოზიტიური განწყობის შენარჩუნებით. გააერთიანეთ სულიერი ენერგია თქვენზე უფრო დიდთან კავშირის გზით. გონივრულად გაუზიარეთ თქვენი ენერგია. დაეხმარეთ სხვებს, მაგრამ ნუ დაღლით საკუთარ თავს. დააწესეთ მკაფიო საზღვრები. ისწავლეთ, როდის დაზოგოთ და როდის დახარჯოთ ენერგია. ნამდვილი ძალა მოდის ენერგიის ჯანსაღი დონის შენარჩუნებით. დარჩით მიწაზე, როდესაც თქვენი შესაძლებლობები იზრდება. დიდი ძალა დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. გამოიყენეთ თქვენი უნარები საკუთარი თავისა და სხვების საკეთილდღეოდ. მოერიდეთ ცდუნებას, რომ თქვენი შესაძლებლობები ეგოისტური მიზნებისთვის ბოროტად გამოიყენოთ. ენერგია ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად აქციეთ. ივარჯიშეთ ჩვეულებრივი აქტივობების შესრულებისას. ენერგია ხელებით გააგზავნეთ საჭმლის მომზადებისას. დამიცდით სიარულის დროს. დაიცავით თავი ენერგიით ხალხმრავლობაში. აკონტროლეთ თქვენი ენერგიის დონე მთელი დღის განმავლობაში. ყურადღება მიაქციეთ, რომელი აქტივობები ზოგავს ან ზრდის თქვენს ენერგიას. შეცვალეთ თქვენი გრაფიკი ოპტიმალური ენერგიის ნაკადის შესანარჩუნებლად. დაისვენეთ საჭიროების შემთხვევაში, რათა თავიდან აიცილოთ გამოფიტვა. თანდათანობით გაზარდეთ თქვენი ლიმიტები. სცადეთ უფრო რთული ენერგიის ვარჯიშები, როდესაც გაუმჯობესდებით. იმუშავეთ უფრო დიდი რაოდენობით ენერგიით. ივარჯიშეთ უფრო ზუსტ კონტროლში. ექსპერიმენტი ჩაატარეთ თქვენი უნარების ახალ გამოყენებაზე. გახსოვდეთ, რომ ძლიერების მოპოვება პროცესია. ყოველი პატარა ნაბიჯი ეფუძნება წინა პროგრესს. იყავით მომთმენი და დაჟინებული. ფოკუსირდით სტაბილურ ზრდაზე და არა დრამატულ მიღწევებზე. თქვენს ძალაუფლების პოტენციალს არ აქვს ფიქსირებული ზღვარი. როდესაც თქვენს შესაძლებლობებს განავითარებთ, აღმოაჩენთ ახალ შესაძლებლობებს. განაგრძეთ სწავლა, განაგრძეთ ვარჯიში და განაგრძეთ გაძლიერება. ნამდვილი ძალაუფლებისკენ მიმავალი გზა არასდროს მთავრდება. ენერგიის კონტროლისკენ მიმავალი გზა იწყება მარტივი ჭეშმარიტების მიღებით. ჩვენ ყველანი ენერგიისგან ვართ შექმნილნი და ეს ენერგია მუდმივად მიედინება ჩვენში. წარმოიდგინეთ თქვენი სხეული, როგორც ბატარეა, რომლის დატენვა და განტვირთვა შესაძლებელია. ამ ნაკადის მართვის სწავლით,
თქვენ აკონტროლებთ თქვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობას. თქვენი საკვების არჩევანი პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენს ენერგიის დონეზე. უმი ხილი და ბოსტნეული უფრო მეტ ბუნებრივ ენერგიას შეიცავს, ვიდრე გადამუშავებული საკვები. მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, თხილი და თესლი მდიდარია საკვები ნივთიერებებით, რომლებიც ეხმარება თქვენს უჯრედებს ენერგიის გამომუშავებასა და შენარჩუნებაში. დაიწყეთ დღეში ერთი გადამუშავებული კერძის ჩანაცვლება ახალი, ნატურალური საკვებით. ფიზიკური მოძრაობა ქმნის და მიმართავს ენერგიას. დაიწყეთ მსუბუქი ვარჯიშებით, როგორიცაა სიარული ან გაჩინვა. ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ გაგრძნობინებთ თავს სხვადასხვა მოძრაობა. ზოგი ენერგიას შეგმატებთ, ზოგი კი დაგამშვიდებთ. გამოიყენეთ ეს ცოდნა მთელი დღის განმავლობაში თქვენი ენერგიის დონის რეგულირებისთვის. თქვენი აზრები გავლენას ახდენს თქვენს ენერგეტიკულ მდგომარეობაზე. ნეგატიური აზრები ენერგიას შთანთქავს, ხოლო დადებითი აგროვებს. როდესაც თავს ნეგატიურად აზროვნებაში აღმოაჩენთ, გაჩერდით და შეცვალეთ ეს აზრი რაიმე კონსტრუქციულით. ეს მოითხოვს პრაქტიკას, მაგრამ დროთა განმავლობაში ავტომატურად ხდება. ძილი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ენერგიის კონტროლისთვის. თქვენი სხეული მთელი დღის განმავლობაში მიჰყვება ენერგიის ბუნებრივ რიტმებს. ძილის თანმიმდევრული გრაფიკის დაცვა, დაძინება და ერთსა და იმავე დროს გაღვიძება ხელს უწყობს ამ ციკლების რეგულირებას. ყოველღამე 7-დან 8 საათამდე დაისვენეთ ბნელ, შვიდ გარემოში. მედიტაცია აძლიერებს თქვენს შინაგანი ენერგიის ცნობიერებას და კონტროლს. დაიწყეთ მხოლოდ 5 წუთით უძრავად ჯდომით, სუნთქვაზე კონცენტრირებით და სხეულში არსებული შეგრძნებების გათვალისწინებით. როდესაც ფიქრები ჩნდება, მიეცით მათ საშუალება, რომ ჩაერთონ. ეს აძლიერებს თქვენს გონებრივ კონცენტრაციას და ენერგიის მართვას. თქვენი გარემოც ასევე მოქმედებს თქვენს ენერგიაზე. უწესრიგობამ შეიძლება გამოიწვიოს ფსიქიკური სტრესი და გამოდევნოს თქვენი სიცოცხლისუნარიანობა, ხოლო სუფთა, ორგანიზებული სივრცეები ხელს უწყობს ენერგიის უფრო გლუვ დინებას. ყოველდღიურად გამოყავით 10 წუთი თქვენი ძირითადი საცხოვრებელი ფართის დალაგებისთვის. თქვენს სივრცეში მცენარეების დამატება ბუნებრივ ენერგიას მოაქვს. ჰიდრატაცია მნიშვნელოვანია, რადგან წყალი ხელს უწყობს ენერგიის მთელ სხეულში გატარებას. ბევრი ადამიანი საკმარისად არ სვამს, შეეცადეთ თან იქონიოთ წყლის ბოთლი და რეგულარულად დალიოთ. სავარაუდოდ, შეამჩნევთ ენერგიისა და გონებრივი სიცხადის გაუმჯობესებას. ადამიანები, ვისთანაც დროს ატარებთ, ასევე გავლენას ახდენენ თქვენს ენერგიის დონეზე. ზოგი მათგანი ამაღლებს თქვენს განწყობას, ზოგი კი გამოფიტვის შეგრძნებას გიტოვებთ. პრიორიტეტი მიანიჭეთ ურთიერთობებს, რომლებიც ენერგიას გმატებთ და დააწესეთ საზღვრები მათთან, ვინც ამას არ აკეთებს. პოზა მნიშვნელოვან როლს ასრულებს იმაში, თუ როგორ მოძრაობს ენერგია თქვენს სხეულში. მოხრილი წოლა ამ ნაკადს ბლოკავს, ხოლო მხრებით უკან და თავით გასწორებული დგომა, ან ჯდომა ენერგიის გზებს ღიას ხდის და უფრო ფხიზლად ყოფნაში გეხმარებათ. მზის შუქი ენერგიის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წყაროა. ეცადეთ ყოველდღიურად იდეალურ შემთხვევაში დილით მინიმუმ 15 წუთით იყოთ ბუნებრივ სინათლეზე, რათა მხარი დაუჭიროთ თქვენი ორგანიზმის შინაგან საათს და გაზარდოთ D ვიტამინის დონე. სიცივემ შეიძლება ორგანიზმს ენერგიის უკეთ რეგულირება ასწავლოს. სცადეთ შხაპის მიღება 30 წამიანი ცივი წყლით დაასრულოთ, რათა გაზარდოთ მდგრადობა და ენერგიის კონტროლი. ეს თქვენს სხეულს სტრესის დროს ენერგეტიკული ბალანსის შენარჩუნებას ასწავლის. თანდათან გაზარდეთ დრო, როდესაც თავს კომფორტულად იგრძნობთ. მარხვა თქვენს სხეულს ენერგიის ეფექტურად გამოყენებას ასწავლის. დაიწყეთ კვირაში ერთხელ საუზმის გამოტოვებით. შეამჩნიეთ, როგორ იცვლება თქვენი ენერგიის დონე დღის განმავლობაში. თქვენი სხეული სწავლობს შენახული ენერგიის რეზერვების გამოყენებას. რეგულარული ვარჯიში აძლიერებს თქვენს ენერგეტიკულ შესაძლებლობებს. აირჩიეთ აქტივობები, რომლებიც მოგწონთ და რომელთა გამოყენებაც შეგიძლიათ ხანგრძლივად. შეურიეთ კარდიო გამძლეობისთვის ძალისმიერ ვარჯიშს ძალისთვის. მოусმინეთ თქვენს სხეულს და შეცვალეთ ინტენსივობა თქვენი ენერგიის დონის მიხედვით. თქვენი სუნთქვა აკავშირებს თქვენს შეგნებულ გონებას თქვენს ენერგეტიკულ სისტემასთან. ივარჯიშეთ სუნთქვის შეკავებაში მოკლე პერიოდებით ამოსუნთქვის შემდეგ. ეს ქმნის მოკლე ენერგეტიკულ მუხტებს, რომელთა მართვაც შეგიძლიათ ისწავლოთ. დაიწყეთ 5-10 წამით და თანდათან გაზარდეთ. ხმა გავლენას ახდენს თქვენს სხეულში ენერგეტიკულ ნიმუშებზე.
ღრმა ზუზუნი ან გალობა ქმნის ვიბრაციებს, რომლებიც ენერგიას მოძრაობენ. ივარჯიშეთ დაბალი ხმების გამოცემა ყოველდღე რამდენიმე წუთის განმავლობაში. შეამჩნიეთ, თუ როგორ მოქმედებს სხვადასხვა ტონი თქვენი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე. შეხება ენერგიის გადაცემის პირდაპირი გზაა. ივარჯიშეთ ენერგიის შეგრძნებაში ხელებს შორის, ერთმანეთთან ახლოს დაჭერით, მაგრამ არ შეეხოთ. ნელა გადაციეთ ისინი ერთმანეთისგან და შეამჩნიეთ დახვეწილი შეგრძნებები. ეს პრაქტიკა ქმნის მუდმივ ცვლილებებს თქვენი სხეულის ენერგიის მართვაში. იყავით მომთმენი და თანმიმდევრული. მცირე ყოველდღიური ქმედებები ქმნის ხანგრძლივ შედეგებს. თვალყური ადევნეთ თქვენს პროგრესს დღიურში, რათა ნახოთ ნიმუშები და გაუმჯობესებები დროთა განმავლობაში. თქვენ ახლახან გახსენით გეგმა რეალობის შეცვლის, ენერგიის კონტროლისა და ძალაუფლების იმ დონეზე გადასვლისთვის, რომელსაც ადამიანების უმეტესობა ვერასდროს შეამჩნევს. ახლა თქვენ გზაჯვარედინზე დგახართ. შეგიძლიათ წახვიდეთ, ეს ცოდნა გაქრეს და განაგრძოთ ცხოვრება იმავე ციკლში, როგორც ადრე. ან შეგიძლიათ იმოქმედოთ ახლავე და დაიწყოთ თქვენი გონების გადაკეთება. თქვენი ენერგიის დაუფლება და საკუთარი რეალობის არქიტექტორი გახდეთ. თუ მზად ხართ სამუდამოდ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება, აი, რა უნდა გააკეთოთ შემდეგ. კარგი, დღეისთვის სულ ეს იყო. ამ ვიდეოს დასასრულს მივახციეთ და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს რჩევები თქვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენ ამ არხის მნიშვნელოვანი ნაწილი ხართ, ასე რომ, თუ ამ ვიდეომ დაგეხმარათ რაიმეს დაფიქრებაში ან სწავლაში, დატოვეთ მოწონება და კომენტარი თქვენი აზრების შესახებ, რათა მეტმა ადამიანმა აღმოაჩინოს სიბრძნის ძალა. თუ არ იცით, რა კომენტარი დაწეროთ, აკრიფეთ ჰათას, რომ შემატყობინოთ, რომ ბოლომდე მიაღწიეთ და თუ ჯერ არ გამოგიწერიათ, გთხოვთ გამოიწეროთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი პიროვნული განვითარების გზაზე ყველა პატარა ნაბიჯი მნიშვნელოვანია. განაგრძეთ წინსვლა გამარჯვებისკენ. გმადლობთ ყურადღებისთვის.